რა მოხდა ერთხელ, როდესაც ჯერ კიდევ მოზარდი მიკელანჯელო ერთ-ერთ თავის შედევრს ქმნიდა. 15 წლის მიკელანჯელომ მარმარილოსგან გამოკვეთა ფაუნის თავი. ეს იყო მითოლოგიური არსება ხისა და კაცის ნაკვთებით. მას ასაკიანი მამაკაცის სახე ჰქონდა, იღიმოდა და ყველა კბილი უჩანდა. ერთ დღესაც სახელოსნოში შემოირბინა ლორენცო მედიჩი, რომელიც იყო ხელოვნების დიდი ქომაგი. დაინახა თუ არა ფაუნი, კეთილგანწყობილი ირონიით მიმართა მიკელანჯელოს. როდის იყო მოხუცებულებს ესეთი ჩაწიკწიკებული კბილები ჰქონდათო. მიკელანჯელო შენიშვნა არც წყენია, არცაცი არცაცხელა მიუბრუნდა თავის ქმნილებას, რამოდენიმე კბილი იქვე ჩაუმსხვრია და ამით ასაკი შეხმატა მას. ასეთი კრეატივი ძალიან მოეწონა ლორენცოს და შესთავაზა მიკელანჯელოს გადასულიყო საცხოვრებლად მის სასახლეში, სადაც ის სხვა ფილოსოფოსებთან, მხატვრებთან, არქიტექტორებთან ერთად მიიღებდა განათლებას. ამ დროიდან იწყება მიკელანჯელო ბონაროტის კარიერა და მედიჩების ოჯახთან ხანგრძლივი და ძალიან თბილი ურთიერთობა. დღეს ფლორენციის მუზეუმში, გალერეა აკადემიაში ფაუნის ასლის ნახვა შეგვიძლია. ორიგინალი სამწუხაროდ დაკარგულია. მის გაუჩინარებაზე უამრავი ლეგენდა და ისტორია არსებობს. ერთ-ერთი დაუდასტურებელი ვერსიით ის თან გაიყოლეს ფაშისტური გერმანიის სამხედროებმა, როდესაც ქალაქს ტოვებდნენ. ასეთი საინტერესო ამბები ტოსკანაზე, ფლორენციაზე და ზოგადად შუა საუკუნეებზე თუ გაინტერესებთ, მაშინ დაჯავშნეთ ერთდღიანი ტური ჩემთან ერთად, დეტალებზე გავისაუბროთ უკვე პირად ჩატში.